გამოშვებული. მეორე მსოფლიო ომია მორჩენილი უკვე 2 წელია. მოკლედ. რა მინდოდა მეთქო და რის გაკეთება მინდა მიარაღით. ჯერ ტყუებს გაჩვენებთ, ერთი არის 919 ლუგერი, მეორე 7.3. აი შეხედეთ აი ესეთი ტყუებია. მოდი ჯერ ტყუებზე ვილაპარაკებ რა. აი ამ ტყუებით მთელი მეორე მსოფლიო ომი გაიარა ამ კალიბრმა ესეთ შპაგინის დამზადებულ პისტოლეტ ტყუამსხევში მიდიოდა პეპეშას რო ეძახიან, იდებოდა ესეთი პისტოლეტის ვაზნა. გერმანელები ეს ვოკლერები რო ქონდა ჩმაისეს თუ რა ვერას ეძახით. აი ესეთი ტყუა იდებოდა. ანუ არ იყო ეგეთსნება ავტომატი, იყო კარაბინი და იყო პისტოლეტი. და პისტოლეტის ტყუებზე გააკეთეს მერე თვითონ უკვე იარაღი. საინტერესო ის არის რომ ჯერ ეგრე ხდება რა, იქმნება ტყუა, მერე ტყუაზე ერგება თვითონ იარაღი. ანუ ჯერ ტყუა უნდა არსებობდეს რომ მერე შეიქმნას იარაღი. რაც შეეხება 919 ლუგერს, ჯერ შეიქმნა იარაღი და მერე შეიქმნა ტყუა. ანუ პირველად ლუგერი პარაბელუმი ხო გაიგონეთ, იყო ამაზე პატარა კალიბრი. მაგისი პატარა კალიბრიანი ლუგერი საქართველოში ყოფილა მიუაგენდა არხზე დევს მაგისი განხილვა. სამხედროებისთვის არ ვარგოდა, უფრო ისეთი ტყუა იყო რა, ძალა არა ქონდა და მე აიღეს და გააკეთეს 919-იანი ლუგერი. ეს პირდაპირ ესეც გერმანელების მაუზერის ტყუა არის გადმომღერებული კალიბრი და რაღაცა, ოღონდ ცოტა სხვანაირად მიდის. მაუზერში რო ჩადოთ C96-ში, მაგასაც ისვრის, მაგრამ იქ რაღაცა პატარა მოკეთება უნდა. ასე რომ ორი ლეგენდარული ტყუაა. მეორე მსოფლიო ომში ნაომარი საბჭოთა კავშირის მხარეს აი ეს ტეტეს ტყუა და მეორე ლუგერის. ტეტეს ვისვი ტეტით მაგარი სიტყვა იყო. ტეტეს ვისვი აი ამ იარაღით. ჯავშნიანი შუშა არის, იმაზე მოხოდრილი მაქვს რამოდენიმე გატეხილია, მაგრამ ეხლა ზემოდან გადავაფარე აი ესეთი ბალისტიკური ნაჭერი. წესის ბალისტიკური ნაჭერი. ლუგერმა ვერ უნდა გახვრიტოს. ადრე მაქვს ნასროლი ოღონდის ბალისტიკური ნაჭერი რას ნიშნავს?